მე-12 დღესაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კვლავ არის გადაკეტილი საკანონმდებლო ორგანოსთან. დღესაც უამრავი მოქალაქე მოვიდა ორი მთავარი სათქმელით, რომ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლებას. ამავდროულად საკანონმდებლო ორგანოსთან ისმის შეძახილები, რომ საქართველოს ყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სწორედ ამიტომ მას არავინ აღიარებს და აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი პრეზიდენტი კვლავ არის და იქნება სალომე ზურაბიშვილი. დღესაც პროტესტის 32 დღესაც იყო რამდენიმე მარში, სტუდენტები, ლექტორები კვლავ ერთად დგანან ქუჩაში. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები დღეს შეიკრიბნენ ვაკის პარკში, მსვლელობით ჩამოიარეს მთელი ეს ცენტრალური გამზირი საქართველოს ევროკავშირის დროშებით და დღეს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა ბრძოლა შედის გადამწყვეტ ფაზაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს, ყოველდღიურად იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში და ყოველდღიურად გააგონონ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველო ირჩევს ევროპას. სწორედ ამიტომ საქართველოს სჭირდება ხელახალი არჩევნები. არ გაჩერდება ხალხი, სანამ ჩვენ შედეგს არ მივიღებთ და ყველა უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანები არ განთავისუფლებიან და არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ხალხი არ გაჩერდება. 32 დღე თუ რამდენი საგჭირდება, იმდენი ხანი ვიქნებით ქუჩაში. ამ მთავრობას მოვუწევთ უკან დახევათ, მივიღეთ უკვე სანქციები და ეს უკვე ნელ-ნელა გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, სადაც მოვუწევთ ერთადერთი გზა დარჩათ, რომ დაიხიონ უკან. შევხედავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ხელდასმული რაღაც თანამდებობაზე, რითაც ფაქტობრივად კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ მას არც ერთი ცივილიზებული სამყაროდან არც ერთი წევრი არ აღიარებს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ორი დღის წინ ვნახეთ, რომ დასანქცია ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ჩვენი ბრძოლის და ჩვენი ქართული ხალხის შედეგი. აი სტუდენტები, ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან, აქ დებოწევთ ჩვენი ნათელი მომავალი და მე როგორც ლექტორი აქ დავარ იმისათვის, რომ ეს ადამიანები ზურგს მიმაგრებენ და მიგვიძიო იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ძალიან ბედნიერი და ნათელი მომავალი. პირველი მესიჯი, რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება ყველა რეჟიმის პატიმარს და ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ არ უნდა დაგვაუწყდეს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ჩვენ ვიხდით ჩვენი გადასახადებით თქვენს ხელფას, ამიტომ თქვენ ვალდებულები ხართ, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინოთ და პატივისცეთ. ჩვენ არ დავიღლებით 32 დღესაც ვართ ისე მხნეთ და სანამ ამ პროცესს არ მივიყვანთ გამარჯვებამდე, ქართველი ხალხი არ დაიღლება. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში რჩება სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ვაღიარებთ მას ისევე როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ მშვიდობიან პროტესტს და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ ჩამოინგრევა და რეჟიმი რო ირყევა და ინგრევა, ამას უკვე ყველა ხედავს. ჩვენ ვნახეთ, რომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც მისი გარემოცვა და სხვა მაღალჩინოსნები. ეს ზეწოლა გაგრძელდება და რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშლება. ოლიგარქის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მოქალაქეების პროტესტი ჩაეხშო, გაეჩუმებინა ეს ადამიანები და დაეშინებინა, თუმცა დღესაც 32 დღეს მოქალაქეები ურყევად მტკიცედ დგანან რუსაველის გამზირზე. აქ არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, მხატვრები, მწერლები, ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ რეჟიმი უკვე არის დაღლილი და ელოდებიან, რომ უკვე ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები მოითხოვებენ გამარჯვებას ახალ წლამდე. მათი მთავარი მოთხოვნა არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები განთავისუფლდნენ და ამავდროულად დაჩქარებული წესით საქართველოს ხელისუფლებამ თქვას, როდის ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები. საქართველოს მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ და მეტიც ამბობენ, რომ 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს შეხვდებიან სწორედ ხალხთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან და კვლავ აქ უამრავი მოქალაქე შეიკრიბება. არ აქვს ახლა ამ დღეების თვლას, შეიძლება 5 წელი მოგვიწევს, 5 წელი იქნება, 1 წელი მოგვიწევს, 1 წელი იქნება. პროტესტი იგივეა, უცვლელია. ნუ ახლა ამ რაღაცა ლეგიტიმურს და არალეგიტიმურს ნაღდათ არ შევაფასებ ახლა ეს. ცირკი შეფასება ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება და
ხალხი თავის გასაკეთებელს აკეთებს, რა ჩვენ ესე უნდა გავაგრძელოთ და მივიდეთ ამ ქვეყნის გადარჩენამდე. სხვა გზა მე არ მესახება. ბოლოდინი კარგი მაქვს, იმიტომ რომ ახლა მარტო ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მოსახლეობა. დასავლეთი ამერიკა მთელი მსოფლიო როცა ზურგს გიმაგრებს, ბევრს ნიშნავს ეს და ბოლოდინი რო არ იყოს დადებით და პოზიტიური, ეს ხალხიც ამდენი ხანი არ იქნებოდა აქ. ჩვენ არ გავჩერდებით ფაქტია, იმიტომ რომ ამ თემჩას ამას უთხლა გონიათ, რაც არ უნდა გაიძვერა, მათყუარა, ფლიდი, რა ვიცი, ყველანაირად ასეთი პრეზიდენტი დასვა, რა თქმა უნდა, ჩვენაც არ ვაღიარებთ, არც მთელი მსოფლიო არ აღიარებს, ასე რომ რეალურად პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, იმიტომ რომ რეალურად სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ საქართველოს თუ გვიყვარს და თუ გინდა მისი გადარჩენა, აქ ხალხი ყოველდღე უნდა შეიკრიბოს და ეს არის ძირითადი. და ამავე დროს უნდა მივყვეთ სწორედ იმ დინებას, კაი გაგებითობ, და იმპულსებს, რომელიც დასავლეთიდან მოდის, იმიტომ რომ რეალურად დასაქციელების მთელი ეტაპი დაიწყო, ეტაპობრივად მიდის და როგორც ჩანს, ეს დიდხანს გაგრძელდება. ასე რომ ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ და რაც ყველაზე მთავარი ეს გაიძვერები აქედან უნდა მოვაშოროთ. პროტესტი უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე. მე მოველი რომ ახალ წელს ძალიან ბევრი ადამიანი იქნება აქ და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ ახალი წელის დადგომას ვიწრო წრეში, ოჯახურ წრეში შეიძლება ითქვას, თავიანთი პრეზიდენტი დასვეს და მდგომარეობა ისეთია, რომ არის ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ერთიც ისეთი არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიცაც არ აქვს ქართველი ხალხის არც ნდობა, არც მანდატი და არაფერი, არის შეგვიძლია ვთქვათ ქართული ოცნების პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ. საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ის ბოლომდე იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ეს არის დღეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეების მთავარი სათქმელი. ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ ისინი პროტესტს გააგრძელებენ დაშინების ცემის ფიზიკური ანგარიშსწორების მიუხედავად. ამბობენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ. დღეს მთელი დღის განმავლობაში, როდესაც აქ მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და ეს აქცია დღის განმავლობაში მიუახლოვდა დასასრულს, ნახეთ, რომ გომელაურის რაზმმა დაკავებების სერია დაიწყო, 6 ადამიანი დააკავეს, თუმცა ისინი ხელწერილის სანაცვლოდ უკვე გაანთავისუფლეს. აქ შეკრებილი ადამიანები კი ამბობენ, რომ ახლა რეჟიმს აქვს მცდელობა, რომ ადამიანები შეაშინოს, მათი პროტესტი და მუხტი ჩახშოს, თუმცა არავინ აპირებს დანებებას. ასევე ცნობილია ხვალინდელი დღის გეგმაც, ხვალ დილიდან დედაქალაქში იქნება რამდენიმე მარში, კვლავ კი შეკრების მთავარი ადგილი 7 საათზე იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და ხვალად პროტესტის 33 დღეს ხალხი მტკიცედ იტყვის მათ მთავარ სათქმელს, რომ სურთ ხელახალი არჩევნები და უკანონო დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლება. ხალხი ბოლო ვადას აძლევს ქართულ ოცნებას, ამბობენ, რომ დაუყოვნებლი უნდა განთავისუფლდნენ ახალ წლამდე ის ახალგაზრდები, ვინც მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს.